გამარჯობათ მეგობრებო, გავაგრძელოთ ახლა BGP-ს შესწავლა და დღეს ვისაუბროთ ცოტა ისეთ საკითხზე რა, რომელიც ცოტა თეორიული არის, სანამ პრაქტიკაზე გადავალთ. რადგან ეს აუცილებელი არის ეს რომ ვიცოდეთ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის BGP ატრიბუტები რა. BGP ატრიბუტები, ეხლა თეორია რომ ცოტა კარგად ვიზუალურად დავინახოთ, მოდი გადავალ და აი ამას გავხსნით. ეს არის საკმაოდ კარგი ვებსაიტი არის, სადაც აი ესე BGP არის კარგად განხილული რა. Introduction შესავალი არის BGP-ში. კარგად ხსნის შეგიძლიათ წაიკითხოთ, მაგრამ ეხლა მე კონკრეტულად მინდა ერთ რაღაცაზე გავამახვილო ყურადღება. ეს არის BGP ატრიბუტები. BGP ატრიბუტები, აი როგორც ხედავთ აქ, ყოფა ორ ტიპად. ეს არის well known და optional. ეს თავიდან რომ გავიაზროთ, ახლა რას ნიშნავს well known და რომელი არის ეს ატრიბუტები? ეს well known ასევე ორ კატეგორიად იყოფა რა. ჯერ well known-ს რო შევეხეთ. და მე ამას ნახავთ თვითონ BGP table-ში ამას ჩავეხედებ. well known იყოფა ორ კატეგორიად, ორ ტიპად ასე ვთქვათ რა. პირველი არის mandatory, მეორე არის discretionary. ეხლა რას ნიშნავს ეს? mandatory ატრიბუტი, ეს ატრიბუტია, რომელიც BGP open message რო გაიგზავნება, ხო? ეს აუცილებლად უნდა ახლდეს თან. packet captures გავაკეთებთ, ჩვენ დავაკვირდებით პაკეტს და ჩავიხედებით თუ BGP ამას როგორ აკეთებს. Mandatory-ში ჩვენ ხედავთ რომ AS-PAS, ეს არის autonomous system PAS. და რომელია ახლა ეს? ნახოთ აბა აი აგი. Show IP BGP. BGP table-ში ხო აი autonomous system PAS არის აი ეს მეგობრებო. აი PAS. ანუ ეს ავტონომიური სისტემა, რომლიდანაც ეს სიტყვაზე ან advertisement-ი მოხდა ამ ქსელის პრეფიქსის უბრალოდ ან სადაც ამან გაიარა, ეს აუცილებლად უნდა იყოს ჩაწერილი და გადაგზავნილი შემდეგ რაუტერთან. აუცილებლად უნდა იყოს ეს გადაგზავნილი. ეს არის აი mandatory, აი როგორც აგერ არის ეს სავალდებულო არის, ეს ერთი. მეორე არის next hop. ესეც სავალდებულო არის, აი ეს არის შემდეგი ატრიბუტი, next hop. ამ შემთხვევაში ეს აუცილებლად გადაგზავნილი უნდა იყოს, რომ შეძლოს გზის გაგნება თუ სად გააგზავნოს, ეგრო იცოდეს ჩვენმა რაუტერმა. შემდეგი არის origin. ეს სხვათაშორის ძალიან საინტერესო რაღაცა არის და მინდა ახლა ამას ხაზი გავუსვა. Origin არის მეგობრებო, აი აგი. Origin code. აი აგერ არის მეგობრებო ეს. აი ეს აი რო წერია, ხედავთ ახლა აქ? ეს აი ნიშნავს IGP, ანუ internal gateway, ხო, interior gateway protocol. ანუ შიდა ამ შემთხვევაში ეს არის OSPF ჩემ შემთხვევაში. ანუ წყარო წარმოშობა თუ როგორ ვისწავლეთ ამ პრეფიქსზე ინფორმაცია ჩვენ. ამ შემთხვევაში აი რაუტერ 3-ის შემთხვევაში ჩვენ ეს ვიცით IGP-დან. ანუ რა გამოდის ეს OSPF-დან ვისწავლეთ, ხო? ამ შემთხვევაში. ხო? ანუ ჩვენ მეზობელმა რაუტერმა გვასწავლა, OSPF-დან კი არ ვისწავლეთ. უბრალოდ მეზობელმა რაუტერმა გვასწავლა, რომელიც ჩვენს ქსელში არის, ხო? და ამიტომ არის next hop მისთვის არის ეს ერთიანები. კი ბატონო. ეს რა არის EGP? ეს EGP არის exterior gateway protocol-ი, რომელიც არის ძალიან ძველი, დღეს საერთოდ არ არის შეუძლია ეს საერთოდ ამოიღო. Incomplete რას ნიშნავს მეგობრებო? კითხვის ნიშანი. შეიძლება იყოს კითხვის ნიშანი.
კითხვის ნიშანი არის ძალიან საინტერესო რაღაცა, რომელიც ნიშნავს შემდეგს. ახეთ მეგობრებო, განახეთ ხა უცებ მე როგორ რაღაცა არის ეს. conti router BGP 64523-ია ეს. და ეხლა ესეთ რაღაც არის, ხურეთ? network 111 აი სიტყვაზე არის სამიანები აქვს. მოიცადეთ არა? neighbor აი redistribution მინდა გავაკეთო რა. redistribution ხო, მოკლედ ეს ისიც რა არის მეგობრებო, ეხლა ზუსტად დამოვისწა სად არის redistribute ხო? აი, გავიხსენე. აი, redistribute-ს რო დავწერთ, ხო? ჩვენ შეგვიძლია ჩვენი შიდა ქსელის, აი OSPF-ი ხო გვაქვს, მაგალითად OSPF-დან ნასწავლი რაუტები. ამის redistribution გავაკეთოთ IAG-ის BGP-ში. აი, შეგვიძლია გავაკეთოთ აი თვითონ IBGP-ის ის redistribution შეგვიძლია გავაკეთოთ OSPF version 3 RIP-ი შეგვიძლია გავაკეთოთ static route-ი შეგვიძლია გავაკეთოთ IAGRP-ი შეგვიძლია გავაკეთოთ და ასე შემდეგ მეგობრებო. ხო, redistribution გავაკეთოთ ჩვენი route-ის რა. do show IP BGP და რადგან redistribution-ს გავაკეთებთ, ამას ზუსტად არ ეწოდინება საიდან არის ეს redistributირებული, ასე ვთქვათ, ანუ redistribution საიდან არის გაკეთებული, საიდან აქვს ნასწავლი და დასვავს აქ კითხვის ნიშანს. აგერ იქნება კითხვის ნიშანი დასმული. და როდესაც ის აი მაგალითისთვის გეტყვით ახლა, უბრალოდ აი მაგალითად აგერ არის ორი ქსელი, ხართ? ორი ქსელი არის. ერთი არის ეს, უბრალოდ ორი რაუტერი არის. ერთი რაუტერი არის ეს, მეორე რაუტერი არის ეს. ამ ქსელის advertisement-ი მე რო გავაკეთო, აი ამ რაუტერთან პირველი network ბრძანებით, აი ხელი დავწერთ network თვითონ BGP-ში რა. network რაღაცა ამ სიტყვაზე არა 2 მასკა და IP-ის მასკა გავუწერე, ხო? აქეთ ამ რაუტერზე ვასწავლე ამ მეთოდით redistribution გავაკეთე, ხო? იგივე IP ადრესის სიტყვაზე. ან ნებისმიერის OSPF-ით ნასწავლი, სადაც ესეც შეიძლება შევიდეს. და ამან ისწავლა ეს ორივე. აქ დასვოს კითხვის ნიშანს. ამ შემთხვევაში, რომ აი ეს route კი იცის, მაგრამ ახეთ აი აგერ, აი ამ route-თან ეს იცის, ორივე იცის, ახლა network ბრძანებით. ხოლო ერთის შემთხვევაში თუ იქნებოდა redistributირებული, ხო, აი OSPF redistribution და ასე მაგას მაგ მეთოდით რომ გავაკეთებდით advertisements. აქ დაწერდა კითხვის ნიშანს. აი აქ კითხვის ნიშანს დაწერდა ერთის შემთხვევაში. მეორე შემთხვევაში დარჩებოდა აი ის. რაც არის ძალიან ესე ვთქვათ საინტერესო რა, ეს და ვიცოდეთ უბრალოდ ინფორმაციის დონეზე ის რომ ჩვენ network advertisement როგორც network ბრძანებით შეგვიძლია, ასევე შეგვიძლია redistribution ბრძანებითაც ჩვეულებრივად და ნებისმიერ ეხლა ჩვენ თუ გვინდა რომ სპეციფიკურად აი არ შევარჩევთ რაუტები და აი რავი რაც იცი ყველაფერს advertisement-ი გააკეთე, მაშინ პირდაპირ შეგვიძლია redistribution გავაკეთოთ, რაც არ არის მიზანშეწონილი. ყოველთვის უმჯობესია რომ გავაკეთოთ აი მენუალ ხელით გაწერილი ბრძანება რა, რომელიც უფრო პროგნოზირებადი იქნება და გვეწოდინება, აი ნათლად დავინახავთ
ჩვენ რისი რედისტრიბუცია გავაკეთეთ და თუ რაღაცა არ გვინდა ამოვიღებთ ან ჩავამატებთ. ხო მეგობრებო, ეს არის ეს origin კოდი. I და კითხვის ნიშანი. I შეუძლია საერთოდ გამოიღონ დატოულ მარტო I, რომელიც არის network ბრძანება და კითხვის ნიშანი, რომელიც არის redistribution. ეხლა მე discretionary. ეს არის local preference და atomic aggregate. Atomic aggregate ჩვენ წინაზე რომ გავაკეთეთ route aggregation, ხო? მაშინ დავინახეთ რომ როდესაც redistribution-ს, უბრალოდ როდესაც advertisement-ს აკეთებს და aggregate route გვაქვს ჩვენ ახლა aggregate route და ნახოთ აბა ჩვენი aggregate route do show run section router BGP. ხო? აი აგერ არის aggregate route. ეხლა მეგობრებო, აგერ რომ ნახავთ ხო ჩვენ ესეთ მოდი ახლა ჩავიხედოთ და ნახოთ აბა aggregate routes თუ გიჩვენებს. Enable show IP BGP neighbor 3333. აბა ავსრულებთ. აჰა, წავიდე აბა ქვევით ჩამოსრულოთ. To show run to show run here show IP BGP as Sami best path naturally უბრალოდ Sami's best path არ გვინდა 16-ის 172 16 00/15-ის best path უნდა. აი აგერ ნახეთ მეგობრებო. ურეთ აგერ არის aggregated by სამები, ანუ ამ routers მიერ არის აგრეგირებული და atomic aggregate ატრიბუტი არის გამოგზავნილი. აი ეს არის ატრიბუტები. origin არის, აი origin არის IGPO გეუბნება. ანუ I წერტილიანი არ იყო, მეტრიკი არისო 0, local preference არისო 100, validური არისო ეს რაუტი, შიდა არისო, ინტერნალი არისო და atomic aggregate არისო, ანუ აგრეგაცია არის გაკეთებულიო და atomic aggregate ბრძანება, კი არა და ატრიბუტი არის გამოგზავნილი. და best path არის ეს არის best ამ შემთხვევაში. საუკეთესო რაუტი არის ამ შემთხვევაში ეს. ეს არის მეგობრებო ჩვენი atomic aggregate, რომელიც მიგზავნება რა. ეხლა optional. Optional ეს არის მეგობრებო, ანუ სიტყვა გონია თვითონ არჩევითი რა. ნუ შეიძლება გაიგზავნოს, შეიძლება არ გაიგზავნოს. მაგრამ ამ optional-შიც არის transitive და non-transitive. ანუ რას ნიშნავს ეს? Aggregator ეს არის transitive, რომელიც შეიძლება გაიგზავნოს, აი aggregate-ს გავაკეთეთ ჩვენ, aggregation-ს გავაკეთეთ, ამით ოღონდ ეს ჩვენ უნდა გავაგზავნოთ, ხო ჩვენ უნდა შევქმნათ ეს. თუ არ შევქმნით, არ გაიგზავნება. Community-ც არის მეორე და გავიგებთ ახლა community რა არის. ასევე არის community-ც, რომელიც ასევე ჩვენ უნდა შევქმნათ და გავაგზავნოთ. თუ არ გავაგზავნით და არ შევქმნით, თავის ეს არ გაიგზავნება. Community იყოფა 4 ნაწილად, ეს ნაწილად, ეს არის well known community, ხო რა, ასე ვთქვათ, რომელსაც დამატებითი ახსნა განმარტება არ ჭირდება BGP-ში, უბრალოდ ამის კონფიგურაციას ნახავთ რომ გავაკეთებ ჩვენ და რომ გავაგზავნით რაუტერთან well known community არის ასე ვთქვათ რა და რაუტერმა უკვე თვითონ იცის როდესაც ეს კონკრეტული community ამ შემთხვევაში no export მაგალითად ან no advertise ან internal ან local AS აი აქედან რომელიმე თუ მოვიდა
იცის უკვე როგორ უნდა მოიქცეს, რომ მაგალითად რომელიმე route-ი თავისი აი პირველი no export-ი, აი ნახეთ აგერ მეგობრებო, იქნება ამის კარგი ახსნა სტვაზე. აი no export, აი აგერ well-known communities ხო. აი no export-ი მაგალითად რას გვენება? A community that prevents routes from being transferred to other autonomous systems. აი outside მაგალითად. უყურეთ ეს რაშია? ეს არის community მეგობრებო, რომელსაც ჩვენ აი სტუაზე ამ route-ერიდან ეხა გავაგზავნით ამ community-ს ამასთანაც და ამასთანაც. რომ მიიღებს ეს რომ მიიღებს. აი სიტყვაზე აქედან community-ს გაგზავნა, no export community-ს გაგზავნა გვინდა აი ამ პრეფიქსი. და რა შეუძლებთ რომ ეს პრეფიქსი შენი ავტონომიური სისტემის გარეთ არ გააგზავნო, დანარჩენები გააგზავნო. მაგრამ ის პრეფიქსი, რომელზეც მე community no export-ს დავადებ, ის არ გააგზავნა გარეთ. უბრალოდ მიიღე, შეგიძლია გაუგზავნო ამას, ან რავი სხვა route-ერი რო იყოს აქ, იმასაც შეგიძლია გაუგზავნო, მაგრამ გარეთ არ გააგზავნო არავისა. ანუ შენი ავტონომიური სისტემის გარეთ არ გააგზავნო. იგივე ამასაც. No export ჩვენ ახლა გავაგზავნით და ნახავთ. No advertise. ეხლა უყურაშო provides the feature of not advertising the route to other routers. The router does not announce this route to its neighbors even if they are in the same autonomous system. ანუ რას ნიშნავს ეს? No advertise ნიშნავს საერთოდ არავისთან არ გააგზავნო. ვაფშე არავისთან არ გააგზავნო. გააგზავნო. ანუ მიიღე, ანუ აქედან ეს no advertise მიიღე, ანუ სამი route და სტუაზე ამაზე ჩვენ გავწერეთ no advertise მიიღებს ამ no advertise და არც გარეთ არ გააგზავნოს და არც შიგნით არ გააგზავნოს ამ routes არავისთან. ეხლა რა internal generally indicates that a route is open to large internet networks. ხო ეს უკვე ყველგან გააგზავნეს სადაც გინდა. ანუ internet უბრალოდ internet ყველგან გააგზავნეს სადაც გინდა. Local AS indicates the local autonomous system number used in the network and plays an important role in determining routing policies, establishing neighborhood or making routing decisions in protocols such as BGP. ხო ეს მეგობრებო გამოიყენება ცოტა აი ახლა ჩვენ რასაც ვსაუბრობთ მაგ კონკრეტული საკითხის ცოტა კიდე გარეთ არის რა. იმიტომ რომ ეს გამოიყენება შემდეგ იმეებში ჩვენ მერე ვისწავლით როგორ უნდა ეს ავტონომიური სისტემა კიდე ბევრი route-ერი რო იყოს ერთ ავტონომიურ სისტემაში, როგორ დავყოთ ეს ავტონომიური სისტემა ისე რომ იყოს რეალურად ერთი დიდი ავტონომიური სისტემა დახლეჩილი პატარ-პატარებად. აი როგორც OSPF-ს ყოფთ ერთ დიდ სიტყვაზე ქსელია, მაგრამ არის სხვადასხვა არეები, ხო, OSPF-ში. დაახლოებით იგივე ლოგიკა არის, რომ private ავტონომიური სისტემის ნომრებს ვიყენებთ და იმ private ავტონომიური სისტემის ნომრებით ყოფთ ერთ დიდ ავტონომურ სისტემას პატარა ავტონომურ სისტემებად. რაც შემდეგ გვიადვილებს მოქმედებას და BGP tables ამცირებს და ასე შემდეგ და გვაძლევს საშუალებას რომ მეტად უფრო პროდუქტიულად გამოვიყენოთ Excel. ხო, აი ეს არის მეგობრებო აი ამ community-ზე და ამ community-ს ჩვენ ვისწავლით. ეხლა non-transitive არის მეგობრებო ისეთი ატრიბუტი, რომელიც საერთოდ არავისთან არ იგზავნება. ეს არის მაგალითად med იგივე არის, რაც აი ამ შემთხვევაში გვიჩვენებდა მეტრიკი, ხო? Multi-exit discriminator. აი აგერ არის მეგობრებო med. ანუ რა დავწერთ თავიდან. Show IP BGP. აი ეს მეტრიკი. ეს რა შევა ეხლა მოდი თეორიულად ავხსნათ უცებ. აი სიტყვაზე ჩვენ გავაკეთებთ ამის კონფიგურაციას, რომ აი ეს მედი რო დავაკონფიგურირებთ ამ route-ზე და გავაგზავნეთ ეს მედი
მე multi-exit discriminator-ის რაღაცა ნომერი დავაკონფიგურებთ, რაც ამ შემთხვევაში არის ნოლები. აი ნოლები არის. ნოლია, ხო? არაფერი ჯერ კონფიგურებული გავაკეთეთ, აი სიტყვაზე აქეთ გავაკეთეთ რაღაცა პრეფიქსი სიტყვაზე. პროსტორეთ პრეფიქსი კი არა, გავაკეთეთ ავტონომიური სისტემაზე, რომ აი აქეთ მაგალითად აი ეს პრეფიქსი წამოვიდა, აქ წამოვიდა და აქედან კი არ შემოვიდეს. არამედ აქ ზევით ავიდეს და ამ მოკლედ აი ამ ლინკიდან მინდა შემოვიდეს რა. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? აქედან გავაგზავნით ამ პრეფიქსთან დაკავშირებით IP პრეფიქსის შევქმნით და route map-ით მივუთითებთ, რომ შენ გაქვს აი ამ ლინკზე med ღირებულება 100, შენ 50. რაც უფრო ნაკლებია უკეთესია, ამიტომ ეს მოვა აქავა და აქედან წამოვა. იმიტომ რომ ეს რაუტერი დაინახავს, რომ ამას მედი ნაკლები აქვს. ამათ BGP table ხო ერთნაირი აქვს. და ეს დაინახავს, რომ მედი ამას ნაკლები აქვს და ანუ აქედან უნდა გავაგზავნო მე. იმიტომ რომ ჩემთან მეტია. გავუშვებს ამასთან, ეს ჩვენთან შემოუშვებს. ამ პირიქით ამ ქსელთან დაკავშირებით აქ დავაკონფიგუროთ მედი ნაკლები და ეს უკვე აქედან წამოვა ეს და რაუტს ისწავლის აი აქედან იქნება მთავარი და არა აქედან. ამას ყველაფერს მაგრამ მოკლედ მედი აქ არ გაკეთდება და რატო ეხლა ბოდის შემიშალა? იმიტომ რომ მედი მუშაობს ერთ შიდა ავტონომიურ სისტემაზე. ანუ ამას აზრი მაშინ აქვს, როცა ერთი ავტონომიური სისტემა არის მეც. თუ გვინდა რომ ჩვენ ვისწავლოთ აი ამ ქსელზე აქედან ვისწავლოთ რა აქეთ გავუშვეს. მაშინ local preference უნდა დავაკონფიგუროთ, იმიტომ რომ local preference იგზავნება შიგნით. ავტონომიურ სისტემაში გადაიცემა ერთი მეორეს. მედი არ გადაიცემა. არც wait ნახეთ, აი მედი არ გადაიცემა, wait-ც არ გადაიცემა. უბრალოდ wait კი ისწავლის, აი მაგას ნახავთ. ეს სეპირად ახლა ზუსტად აღარ მახსოვს მეგობრებო, რომელი გადაიცემა და რომელი არა, მაგას გავაკეთებთ, აი wait-საც გავაკეთებთ. კი wait-ის გადაიცემა თავისთავად. originator ეს არის ასევე non-transitive და cluster ID. კარგით, ეხლა მეგობრებო, ჩვენ გავაკეთოთ კონფიგურაცია communities კონფიგურაცია ამ რაუტერიდან no export community გავაკეთოთ, აი აქ გავუშვათ ერთი რომელიღაცა კონკრეტული no export community, აქ გავუშვათ მეორე პრეფიქსზე სხვა export community. კონსოლი აბა შევხედოთ რა ხდება IP prefix list-ი ჩვენ. გვაქვს და მე მგონი პირდაპირ route map-ი უნდა გავაკეთოთ. enable show IP prefix list. კი ბატონო, prefix list-ი გვაქვს. ეს prefix list-ი გამოგვადგება და გქონდეს. გადავიდეთ კონფიგურაციის რეჟიმში და ვაკეთებთ შემდეგ რაღაცას. ვქნით route maps. route map community იქნება no export and community no export to route 1 ანუ R1 ამ შემთხვევაში router 1 permit 10 ანუ მე ხა შევქმნი communities რომელიც იქნება no export community router 1-ის მიმართულებით. ეს არის route map. დავაჭი router map კი არა, route map. შეეხა დავიწყოთ კონფიგურაცია match ჩვენ IP prefix list ანუ ამ routerიდან უბრალოდ ხო ამ routerიდან მე არ მინდა რომ ეს პრეფიქსი იქნეს advertisement გაკეთებული წარდგენილი ამ ქსელში, აი ამ ავტონომიურ სისტემაში. მინდა რომ აქედან იყოს. ხოლო ამ რაუტერიდან პირიქით 16 არ მინდა რომ იყოს advertizable. მინდა მეორე. და ეს aggregate route ორივეგან იყოს თავისთავად. ამიტომ match
IP address, prefix list, prefix list, prefix list is name is this. Ara, აქ გვინდა მეორე. აი ეს ქვიდა. Permit is I prefix match prefix. ბატონო. ეხლა რას ვაკეთებთ? Set community no export. ნახოთ აბა რა community-ები არის, ჩავიხებთ. აი community-ები არის ინტერნეტი, local AS, do not send outside local autonomous system, well-known community areas, no advertise, this is well-known community area, no export, this is well-known, ნახეთ გეუბნებათ როგორ well-known community, this is G-shut, this is graceful shutdown, this is well-known community areas, no export. კარგი, შევქმნით ხა რა ხდება? Default-ად ხომ არის მეგობრებო deny. როგორც access list-ში იგივე route-ში არის, default-ად არის deny ყველაფერი აბსოლუტურად. ეხლა ჩვენ უნდა შევქმნათ ერთი იგივე route-ებზე. აი route-map ხო არის? Route map community no export თუ რა permit 10 ხო გვაქვს ერთი sequence. უნდა შევქმნათ ახლა მეორე და იყოს 99. Permit anything ყველაფერი დაუშვი დანარჩენი ამის გარდა. აი ეს არის აქ ლოგიკა. Exit-ი მეგობრებო ახლა შევქმნათ მეორე, რომელიც იქნება მეორე რაუტერისთვის განკუთვნილი. Route map community no export to R2 იქნება permit 10 წავიდა match IP address prefix list და რომელი იყო ეს აი ეს დავაკოპიროთ და აგერ არის 16 იყო ამას შევცვლი. კი ბატონო. Set community no export. კარგი, ეს გავაკეთეთ ერთი sequence-ი, ეხა ეს პროცედურა 99 უნდა მივხვდე. კი ბატონო, no export to router 2 sequence ყველაფერი დავუშვით არჩევ. ნახეთ ეხა ჩვენი route-ები. Do show route map. აი, პირველი route map-ი გვაქვს. Route map community no export to R2 permit კი ბატონო, IP prefix list permit network კი ბატონო. ეს route 2-ის შემთხვევაში მე route-ის გვაქვს კიდე sequence 99 რომელიც არის permit anything ყველაფერი დაუში except გარდა ამისა route map-ი 1 რომელიც არის sequence 10 აი აქ გვაქვს no export community ნახეთ set clause community no export და route map community no export sequence 99 რომელიც არის permit anything დაუში ყველაფერი. კარგით. ეხლა ეს უნდა შესაბამის მეზობელთან გავაგზავნოთ. საით ვაგზავნოთ? ეხლა და ჩავიხილე და ჩავიწყო. აჰა. მეზობელი არის შემდეგ. Neighbor 1 route map-ის სახელი ანუ ზედა მეზობელთან აი ერთიანებთან ვაგზავნით აი ამ route-ს, ხო?
დავაკოპიროთ და ეს უნდა გავუშვათ outbound-ში. კი ბატონო, ეხლა neighbor ორიანები route map მეორე route map იყო აი ეს, აი ხა მას უცებ ჩავაგდებ. ესეც outbound-ში. კი ბატონო. ეხლა გავაკეთოთ clear. Do clear BGP IP version 4 unicast asterisk soft outbound. რო გავწმინდოთ თავიდან refresh გავაკეთოთ გამშვებ tables ასე და soft refresh. ეხლა ნახოთ ესეთი რაღაცა do show BGP so do show IP BGP neighbors 1.1.1.1 advertised routes. ეხლა უყურეთ. ეს კი აკეთებს ამის advertisements, მაგრამ ნახეთ რა ხდება. router 1-ზე გადავალთ. Do show IP BGP neighbors as 98 55 advertised route-ში რომ შევალთ. ნახეთ. მოდი ნახოთ ეს რა სწავლობს. აბა და წამით show IP BGP tables შევხედეთ, აბა რას საიდან სწავლობს. მაინც აქედან სწავლობს. აბა აქ გავაკეთოთ inbound refresh. მე მგონი so გასაგები. inbound refresh-ი არ გამიკეთებია, მე მგონი მაგის ბრალი clear BGP IP version 4 unicast soft inbound ეს უნდა გამიკეთებინა დიდი ალბათობით. და ეხლა იქნება წესით საინტერესოა. აბა ეხლა ნახოთ და ვიცით აბა არა აქედან სწავლობს. ეხლა troubleshooting უნდა გავაკეთოთ პატარას. წესით რაღაც პატარა შეცდომა გვაქვს. Do show run section router BGP. მოკლედ aggregate address გვაქვს. კი ბატონო. Neighbor route map community no export to R1 outbound გვაქვს. Route map community no export to R2 outbound გვაქვს. Do show route maybe do show run section route map. ნახოთ აბა route-ის კონფიგურაციები რა გვაქვს. Route map no export 2-ზე permit ეს გვინდა set community no export.
ხო? აი, კარგი არის რომ აი ეს ჩავხეთ. ეხლა უყურეთ რა ხდება. რა თქმა უნდა, არ იქნება, იმიტომ რომ ერთი რაღაც დამავიწყდა და აი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი დამავიწყდა. Router BGP 64.3 და რა დამავიწყდა? აბა მითხარით მეგობრებო, თქვენ თუ მიხდებით რა დამავიწყდა? ამავიწყდა რომ community ნახეთ აქ რა იყო ნათქვამი? Optional. აი ეს არის აქ თავარი სიტყვა optional. ეს ატრიბუტი კი არის ტრანზიტივი, მაგრამ არის არჩევითი. თუ გვინდა რომ გავაგზავნოთ, ეს ხელით უნდა გავწეროთ, რომ send community. ეს უნდა მივუთითოთ. neighbor 1.1.1.1 send community. ეხლა გაიგზავნება აუცილებლად. იგივე უნდა გავაკეთოთ ორი შემთხვევაში. ხო, უცებ ამომივარდა თავიდან, არა უშავს do clear BGP IP version 4 unicast software outbound clear გავაკეთოთ და წესით ეხლა უნდა ხოს ის რაც ჩვენ გვინდა. წესით ის შედეგი უნდა მივიღოთ, წესით. რა თქმა უნდა, მეგობრებო, ნახეთ, ეს აკეთებს advertisements მხოლოდ აი ამ რაუტერის. იმაზე რაზეც no export არის, აი ხა უყურეთ ნახოთ, ხა უყურეთ ეგ გამოიყურება. show IPBGP neighbors მოდი ახლა ნახოთ აი ეს ქსელი 172.17.00/16 მოიცადე ეგრესეთ მოზოგები გაიგეთ 3 აი მოიცადე ძამე show IPBGP 172.17.00/16 აი აგერ არის ნახეთ BGP routing table entry IS pass available one best one table default და აგრას თავარია community გამოგზავნილი არის no export აი not advertised to eBGP peer ნახეთ მეგობრებო eBGP peer-თან არ არის advertised გაკეთებული თორე iBGP peer-თან არის ამასთან არის ამასთან ჩოლებრივად იქნება ხა თუ ჩავიხედოთ ნახოთ show IP BGP neighbor 2 advertised routes ამას აუცილებლად გავუგზავნოთ უბრალოდ ამას იმიტომ არ გავუგზავნიდა რომ ამან უკვე აი აქედან ისწავლა რა direct connected route ამან იცის აი აქედან იცის კარგი მეგობრებო ხო მოდი ისე დავუბრუნდეთ აი ამ იმას not advertised არა რამე რო იყოს მათ შორის ლინკი რო გაწყდეს აი ამათ შორის ლინკი რო გაწყდეს ეს ლინკი ეს აქედან აუცილებლად ისწავლეს აი ნახეთ show IP BGP აუცილებლად ისწავლეს მეგობრებო რო რამე იყოს ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს არის რო რაღაცა link failure ეგრევე აქედან წარმოა აქედან ისწავლეს საუკეთესო რაუტი არის ამ შემთხვევაში ხალხ ჩაწერილი IBGP-ში კი ბატონო ეხლა ჩვენ მეგობრებო ეს პრინციპში no export-ზე სულ ეს იყო გავაგზავნოთ no export community გავიგეთ რომ მოდი ეს ნახოთ აი აქ ჩავიხილოთ რა advertisements როგორ აკეთებს ამ რაუტს
show IP BGP neighbor 172 16 2 advertise routes ანალოგიური შედეგი უნდა იყოს აქაც კი ბატონო ეს აკეთებს მხოლოდ აი ამ ქსელის და აი ამ ქსელის advertisement-ს მეტი არაფერს. კარგით, ეხლა ეს route map-ი მოვშალოთ, აღარ გვინდა. Do show one section route BGP. ისე გავწმინდოთ. The sunny ავწმინდოთ ისინი არ გჭირდება არაფერში აგრეგეის ვაუტები გვინდა to show route map ეს არ მინდა არც ეს არ აღარა route map-ი to show one section route BGP aggregating გვაქვს send community გვაქვს ნუ ეს არ ჭირდება იდეაში მეგობრებო ნებისმიერში community-ზე იგივე პრინციპით მუშაობთ რა ეს მაგალითად იყო no export-ი, სუსტად იგივე არის no advertise-ზე, ინტერნეტზე, local AS-ზე და ასე შემდეგ რა. Router BGP 72.3 no ეს მაინც ავშალოთ. არ მინდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ send community არ დაგვაუწყდეს რა. To clear BGP version 4 unicast soft reset soft ini ან შეიძლება გქონდი ეხლა ჩვეულებრივად გამოსვამდებოდა ყველაფერი წესით და რიგით show IP BGP neighbors 198.45.65 advertised routes ეს ნერვოს ყველა კი ბატონო სულ ეს ხო მეგობრებო community-ზე community არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა აი ეს ვებსაიტი ზუსტად არ ვიცი ახლა აი ესე არის რა emrek sysec to sysec თუ როგორ კითხება emrek sysec to sysec კარგი მასალა არის ნამდვილად BGP-ზე ნამდვილად კარგი მასალა ეს კონკრეტული წიგნი არ არის დიდი წავიკითხოთ რუსას თურქია შეიძლება კაი მეგობრებო აბა არ გავწანდებოდეთ მომავალ შეხვედრაზე